რას გრძნობს ნახოთ. მისი გრძნობები დღევანდელი სასურველი რო ხარ, ეს უკვე თქვენთვის შეიძლება ახალი არ არის, მაგრამ სასურველი ხარ. რას გრძნობს შენს მიმართ? ეგოისტურ დამოკიდებულებას. როგორი გრძნობა? ანუ მე არ მომწონს ეს ადამიანი ერთი მხრივ, რომ არ არის ჯანსაღი მიდგომით ურთიერთობაში, ძალიან დესტრუქციულად შეიძლება გამოხატავდეს, ან სულად შეიძლება არ გამოხატავდეს იმ დამოკიდებულებას და იმ ემოციას, რომელსაც შენ იმსახურებ როგორც იმპერატრიცა, როგორც მე გიყურებ. შენ რო სხვანაირად ჯანსაღად გესმის და უბრალოდ გესმის ურთიერთობა ძალიან მარტივად, რომ 2x2 4-ია, ამას პირიქით ესმის ყველაფერი და ეს არის ძალიან დიდი დამაბრკოლებელი პრობლემა. ეჭვიანობს შენზე თითქოს ენანება ემოციების შინაგანად, რომელიც აქვს, იმიტომ რომ ამას მოყვება მე მისი აზრით აღიარება და რაღაცა უტყდება კი არა, რაღაცა უფრო კომპლექსიანი ადამიანების სცენია ის, რომ მე რომ შენ გამოგიმჟღავნო ემოციას, იგი მე შენ გაღიარებ და მე შენ ქვეშ დავიჩრდილები და ეს მოკლედ ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ისე იცოდეთ, რომ გრძნობა არის, მე მაქვს ერთი კითხვა, უბრალოდ შენ რატო გაინტერესებს ეს ადამიანი, თუ ეს ის არის, ვიზეც მე ახლა ვსაუბრობ, რადგანაც შენ იმპერატრიცა ხარ და რეალურად შეიძლება უფრო გაინტერესებდეს და სიამოვნებას იღებდი აქედან გამომდინარე, რომ ხო, როგორიც არ უნდა ვიყო, მე მაინც მინდა ამ კაცის სიყვარული, ემოცია, მაინტერესებს ყველაფერი, მაგრამ იცოდე, რაც უფრო მეტი ინტერესებში შეხვალ, ეს არაფერი შემცვლელი ჯერჯერობით არ არის, ასეთი ხასიათი აქვს და ხასიათთან უნდა იცხოვრო, ან არ იცხოვრო. ამიტომ არჩევანი თქვენზეა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.